გადაცემის სპონსორია ბილიც 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. ბილიც 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. Ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში, მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი, როგორ ახალ? ადრე ყველა სტუმარს უკვე მეუბნები, რომ ზარზეიმით ხდებოდით, ხად ბენდი უკრავდა, ზეიმი იყო, ზეიმი, ამგვარად. ზეიმი ქონდა, მაგრამ რა ვქნათ, არსებობს დგება გადაცემების თავს კრიზისული მომენტები, ანუ ფინანსური. მოკლედ ბენდის დაბრუნებას გისურვებ. აი, ბენდის დაბრუნებას, ესე იგი კარგად ვართ. ესე იგი ბენდი თუ დაბრუნდა გულაო. მოდი დავიწყოთ ალეკო იმ ძალიან მძიმე თემატიკით, რომელიც მუდმივად შესთავს რაღაცა ტრიალებს. ხან ჩხუბში ხარ, ხან ის არის, ეხლა არჩევნების თემა, ხო ხვდები და ვერ გავექცევით, ვერ გავექცევით. არ გავექცეთ. დავიწყოთ, აბა რას ფიქრობ? როგორ იქნება ამბავი რა? აი მე სინამდვილეში როგორ არის იცი რომ ემოციით არ უნდა ვიხემძღვანელოთ, უნდა ძალიან პრაგმატულად ვიხემძღვანელოთ. ბოიკოტი რაც არ უნდა ვაშკაცურად ჟღერდეს, სინამდვილეში არის უმოქმედობა რა. და იმის ლოდინი რომ ესენი თავის ჩამოიშლებიან. ბოიკოტი რა, რომ ველოდებით ესენი როდის დამარცხდებიან თავისით ერთ რაღაცა ცისმარე დღეს. ამას აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ. არჩევნებში მონაწილეობა არის ბრძოლას შესვლა, სადაც რა თქმა უნდა გააყალბებენ, იმამაძაღლებენ, არანაირი გარანტია არ აქვს, არაფრის გარანტია რომ სადმე რამეს იზამ, მაგრამ შექმნი პროცესს და იბრძოლებ, რომ მთელ მსოფლიოს დაანახო, რომ შენ კიდე იბრძვი და არჩევნები არის თან მუნიციპალური არჩევნებია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩათვალე რომ პარლამენტის არჩევნების დროს სტარდება ერთი დიდი არჩევნები და მუნიციპალურ, ანუ თვითმმართველობის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტში სტარდება ცალკე აღებული 64 არჩევნები. სადაც გამარჯვების კი არა და შედეგების შანსები მართლა არის ძალიან დიდი. ანუ აქ მარნეულის ხმები არ გადაწყვეტს. ვერ გადმოფარავს ამას, ხო, როგორც მარნეულის, ნინო წმინდის, ახალქალაქის ხმები აზავებს ერთმნიშვნელოვნად, იქ სოციალურად დაუცველების ხმები, ხო, აზავებს საერთო შედეგს, რასაც თბილისში აწევან, რუსთავში აწევან, თელავში, ბათუმში. ეხლა ეს ესე ვერ მოხდება. და ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ის კი არა, რომ არიქა და პირდაპირ დავამარცხოთ, შეცდომები დავაშვებინოთ, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ აი, იმიტომ უნდა დაგვეხმაროთ, რომ ჩვენ აქ ვიბრძვით. და ამ არჩევნებში შესვლა არის ბრძოლას შესვლა და უმოქმედობასა და ბრძოლას შორის მე პირადად ვირჩევ ბრძოლას. გამლანძღავენ, ახლა მლანძღავენ, ისევ იმ კახელკაც მახსენებენ. სინამდვილეში შარში შევდივართ და რავი, დაკადაკაში და მე ყველა ნახავს, რომ მე ზოგადად ყველაფერს უყურებ ხოლმე ცივი გონებით. ანუ ხელგულზე არასოდეს არ ასე რომ ეს არჩევანი გავაკეთეთ და ამას მივაწვევით. მე მინდა რომ ესენი აღარ იყვნენ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ, ხო? რამდენი ხანია? 7 თვე, მე-8 თვე. კი, ყანყალებენ, კარგად ვერ არიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ამად დასამარცხებლად, ხო ხედავთ? ეს გასაგებია. ბოიკოტს ეს ხელს არ უშლის, არაფერს ხელს არ უშლის. არანაირ ლეგიტიმაციას მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე არ ახდენს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაციის მიმცემ. მოკლედ, კარგად თუ დავწონით არჩევნებში, ანუ ბრძოლას შესვლა. თან როგორი ამბავია, იცი რომ თბილისში სადაც გაქვს 1-3-ზე უპირატესობა, რატო უნდა აჩუქო? აი რატო უნდა მიიღოს? მაგათაც ეგ უნდათ, რომ თითითიძე არ დადონ და გადაიფორმონ 100%. რუსთაველები არიან ყველაზე მაგარი ხალხი საქართველოში. ყოველ ჯერზე ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხო? და რატო უნდა დაუთმო? კარგი, არ მონაწილეობთ არჩევნებში. 5 ოქტომბერს რომ გადაიფორმებენ 100%-ით 64 მუნიციპალიტეტს, მერე რას ვაკეთებთ? აი ამ კითხვებს რომ სვავდით ღია შეხვედრებზე ოპოზიციის დახურულ შეხვედრებზე და ამაზე პასუხს რა ვერ ვიღებდით, რევოლუცია უნდა მოვახდინოთ იძახიან. რევოლუციის მოხდენას შნო თუ გაქვს, მაი და დღესვე მოვახდინოთ რა 5 ოქტომბერს დაველოდოთ, ხო? და რავი, ვინც პირველი წავა, იმის გვერდზე დავდგები, მაგრამ ესეთი მიამიტური და არასერიოზული რაღაცები არ რა ისენი იყო, აი მაგალითად, შიდა ლაპარაკები ხო გქონდათ ხო დაჯექით ეს მაგიდასთან? არ იყო სერიოზული ხედვა, აი თავისით ჩამოიშლებიან და ეხა ერთი არაკია ეგეთი რა. დიდ დუმებიანი ცხარი მიდის გზაზე რა. ხო და
მელა მოსდევს ეს გაძვალყავებული პატარა მელა და თვითონ ვერ მოერევა დიდი ცხარი არის, მაგრამ იმ ხელად უმები აქვს ფიქრობს, რომ ადრე თუ გიან ჩამოვარდებაო ეს დუმაო და მოდი გავყვებიო და რომ დავარდება იმ დუმას შევჭამო რა და გაყვა შეყვა სოფელში და სოფელში ზაღლებმა შეჭამეს ეს მელია. დუმა იმას კიდე არ მოძრა და ეგრე არ მინდა რომ დაგვემართოს რა, ვიბრძოლოთ და ჩვენ თვითონ რაღაცა ვქნათ რა. მაგის მომხრევარ. აი, გასაგებია ხო ყველა პარტიას თავისი გზა აქვს, მე მესმის და ნუ არ არის არანაირი პრობლემა. ეხლა მოდი აქტუალურ თემატიკებზეც ხო შეიძლება საუბარი. ეხლა შენი გადმოსახედენ ძალიან ამ სასტუმროში შენ ხარ დირექტორი. საინტერესოდ ვითარდება. ეხლა განსაკუთრებით კონცეფტში მოვლენები, ხო? ანუ პირდაპირ რაღაც აი რა ვიცი, რაღაცა ინფორმაციები გამოდის, ზოგს იმდენი აქვს მისატანი, ზოგს ამდენი აქვს მოსატანი, 800 მილიონი კალაძეს აქვსო, 300 მილიონი რიჟვაძეზე იყო ლაპარაკი. აი წარმოიდგინე, ანუ აი რა ის კაცი არის პარანოიაში, ფული რომ შემოაკდა ამერიკელებმა იქ თვითონ არ წუწუნებს წერილებს რო წერს ხოლმე 800 მილიონი დოლარი გამიყინესო იქ რაც Forbes-ისიდან ამოიღეს, ეთყობა ამ ნიადაგზე, არც არ ვაჭარბე, პარანოია დაიწყო. გაიხედა ამერიკელები ფულს არ უბრუნებენ და ისე მოდი რიჟვაძეს დავაბრუნებინებო და დანარჩენებსო და ეთხა არის ჩამოვლაზე და პარსავს უყველას. ჯერ წარმოიდგინე რამდენი უნდა იწვალო და რამდენი უნდა იმამაძაღლო რიჟვაძე რო ხარ რომ 300 მილიონი მოიპარო. აი რამდენი უნდა იწვალო ხო ეხა ეგრევე ხო ვერ მოკაფავა რა 300 მილიონი. რამდენ რამეს გადაახტა ჩვენი რიჟვაძე ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ აუცილებლად ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს და იმ ფულის ხალხისთვის დაბრუნება და აჭარისთვის და არა მარტო ბიზნესისთვის. მე ჯანმრთელად არის უკვე. ხო და ჩამოუარა ეხლა და დაუწყო ამათ პარსვა. მე რომ ოცნების ტიპებთან ურთიერთობა მქონდა ხოლმე პარლამენტში, ისინი ამბობდნენ ერთ რამეს, რომ ბიძინა კი ბოროტიკაცია, ყველა ოცნებაში იცოდრო და ბოროტიკაცია. მაგრამ ამბობდნენ რომ ბიძინა ძალადობა არ უყვარს, ტყვია არ უყვარს, იარაღი არ უყვარს, სისხლი არ უყვარს. ეხლა ვხედავთ რაც ხდება. რომ ციხეშიც თანგლდანის ციხეშიც კაცი აწამებინა. ვაჩიაშვილი აწამებინა ხო? აგე რიჟვაძეს ან ესროლეს, ან თვითონ ისროლა, ნუ როგორც არ ვიცი ხა მოკლედ ფაქტია რაც არის ხო, რომ ტყვიაც გავარდა, სისხლის დაიღვარა, დანარჩენებსაც აკაჩავებს და პარანოია ერთმნიშვნელოვნად ფული შემოაკდა და დაუწყოთ პარსვა და დაკაჩავება თავისიანებს და ეს არის როგორი სპირალი იცი რომ ყველა ტირანი ადრე თუ გვიან იწყებს თავისი გარემოცვის დათრგუნვას და დაკაჩავებას. აი მაგალითად ბერიამ დაასწრო სტალინს და მოკლა, იმიტომ რომ ბერიას აღძრული ქონდა, მეგრელების საქმე ქონდა დაწყებული, დაიჭირა იქ ვიღაცები და ბერიამდე მიდიოდა და ბერიამ დაასწრო და მოკლა, ხო, ეხა ფაქტია ეს, დადასტურებული ფაქტია. თან მე რასაც ვუყურებ, ახლა ჯერ არიან გადასული იმაზე, რომ ერთმანეთი ჩაუშვათ. ხო, ალბათ ეს არის, ხო? ანუ მაგრამ არ შველით აშკარად ის ყველას მიადგა როგორც ჩანს რა. იმას უნდა დანაკლისის შევსება და Forbes-ის სიაში დაბრუნება როგორც ჩანს და იმისთვის დიდი ფული აქვს მოსატანი და აი ესე მიადგა მოკლედ ისინი რო იყო ადრე სამართებლები, ძველი ბლაგვი ჟანგიანი სამართლებრი და პარსავს ყველას. იცი რა არის? აი ერთი კითხვა მაქვს რა ახლა შენთან. აი ვიღაცას რო გარიყავენ ხოლმე ოცნებიდან და ყველა რო ზურგს აქცევს, აი ეს რა მოვლენა არის. აი ადამიანურად გელაპარაკები, უბრალოდ აი Facebook-იდანაც რო იღებენ მათ ფოტოებს, რა თითქოს არ უარსებია მის გვერდით ამ ადამიანს. თუნდაც აი რიჟვაძის თემა აიმე 5 წუთში რო დაგმეს. 5 წუთში რო დაგმეს. გაქრნენ თითქოს აი მე მქონდა რომ ამას რომ შეიძლება ბოლოს თქვა რომ რიჟვაძე ნაციონალი იყო ან რაღაცას ესეც შეიძლება იკადრონ რა. ხო, ნუ რიჟვაძეზე ჯერ აჭარის ლიდერი ეწერა. TikTok-ში მიგდებდა ხოლმე რიჟვაძეს ეწერა. თავის გვერდი ქონდა ესეთი აჭარის ლიდერი და იქ ან Facebook-ში ან რამე რიჟვაძეზე რამეს თუ იტყოდი, ის ტიპები ხო იყვნენ თვალებს რო დაგთხრიდნენ და საზიზღრებას გაბრალდნენ და ბრახ და ორ წამში დაგმეს ეგრევე რა. მამლის ყივილამდე 1000 ჯერ დაგმეს. არა რიჟვაძეს არ ვიცნობ ვიღაცას რომ ისდევს ნატო გოგელი. არ ვიცი, აბა რიჟვაძე რო ეუნება არა და გუშინ რო თავზე ის კონდა რა ქვია. რიჟვაძის მაამებელი ვაზელინი წასმული და მარაზმე გულისამრევი რა. ეგეთი ხალხი შეაგროვა ბიძინა ივანიშვილი. ის რო ყავთ აჭარაში კიდე ის ერის ყველაზე დიდი სირცხვილი რო არის ის. თან ბიჭო ეს ოცნების ტიპები რო დაგიდგებიან და ევროპა ძმაო გვაპიდარასტებს და ჩვენ ქართველები კაცები რას და ქალმა სილა გააწნა, ქალმა რომელსაც შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა, იმან სილა გააწნა და ვაიმე ბობომაკო ყურზეო და ისო რა ქვია ლოყაზე, დგებუაძე. ისეთი სამარცხვინოა ეს დგებუაძე, ეხლა მოგიყვები ეგეთ ისტორიას რა, მოკლედ დაკითხვაზე ვიყავი, არ ვიტყვი რომელ განყოფილებაში, მაგრამ 1-20 კაი ბრგე ის იყო რა ქვია, პოლიციელი ესწრებოდა ამ დაკითხვას, მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით რა.
რაღაცაზე ახსენეს, რომ იმანო გაუქანაო და რაღაცა მოარტყაო და ხო, მეთქი ხა ყურია ეწვა მაგასაც და ალბათ ისიც თქო რა, ანუ აი ეს ცოტა ისე თავხედურად წამოვიძახე რა, ყურია ეწვა ეთყობა მაგასაც და ლოყა მეთქი და სამკურნალოა უეჭველი თქო. პოლიციელებმა ხარხარი ატეხეს ამ 2 მეტრიანმა ტიპებმა, ანუ და მეც რაღაცა მე უკვე ირაკლი დგებუაძე და ვაზუსტებდი რა ისე დასცინოდნენ პოლიციელები თვითონ დგებუაძეს რომ იქაც ბანძი ტიპი არის გაბანძებული ეხლა საჯაროდ არც ერთი არ გამოვა და არ იტყვის რომ ეგ ფარჩაკიო მაგრამ აი როგორც ფარჩაკზე იცინი ხო იცი ეხლა თვითონ ხმას ვერ იღებდი მაგრამ მე აღარ ჩერდებოდი რომ დავინახე რომ გაიხსნა ეგ ამბავი ხო მეთქი ეს ალბათ ბობოა და ეხლა და ფუფუა და რაღაცა შეძახდი და იხეოდნენ სიცილით რა იკუდებოდნენ იმიტომ რომ ფარჩაკს უნდა ერქვას ფარჩაკი და პოლიციელებმა მაინც იციან რომ არის ფარჩაკი კაცი რომელიც ქალს აგინებდა და იმან სილა გაწნა და ამდენი წლით ციხეში უზის და აყურყუტებენ ამდენი ხანი ხო ირაკლი ჯიგარო რო იცოდე პოლიციაში შენზე კვდებიან სიცილით და შენზე ისეთ ანეკდოტებს ყვებიან რომ მე თვითონ სახტად დავრჩი და ძალიან კარგი ახია შენზე რა იცი რა უნდა გითხო ეხა უბიზო მიმოსვლა ვიზის შეჩერებასთან დაკავშირებით ეს თემა მინდა ამაზე ვილაპარაკოთ ეხლა აქტიურად მიდის ქარდების გამოგდება ეს სამთავრობო არხებიდან რა რომ აი ვიზას გვიჩერებენ მაგრამ რის სანაცვლოდ აი რას გთხოვენ ევროპელები რომ თურმე ჩვენ უნდა LGBT და რაღაცა თემებში ესენი უნდა დავიცვა და ანუ პროპაგანდა მიდის იქითკენ რომ ანუ ისეთი დიდი რეზონანსი არ ქონდეს და ისეთი დიდი აფეთქება არ მოხდეს საქართველოში რომ აი თურმე ჩვენ ვითომ გვაპიდარასტებენ ხო და ამიტომ გვიჩერებენ რა ქვია ვიზებს და ვიზებში ჩვენ ამას არ გავცვლით დინარაძის ფრაზები არის ძალიან საინტერესო რითიც არ უნდა დამემიუქროთ ჩემს დამოუკიდებლობას ოჯახურ ღირებულებებს ჩემს ტრადიციებს ჩემს მომავალს ჩემი შვილის ღირსეულს სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად მაგას რო გეი ფეხსაცმელები აცვია ღმერთმა დამიფაროს ოდესმე მაგნაირი დავინახო არა თუ არ მეცვას ვიღა ძალით ჩაგაცო ეს ბიჭო ეგ ფეხსაცმელები ჰა ნასკები ძალით გახადეს ბიჭო და აქამდე შარვლები რო გაცვია და რო დადიყარ კოჭებ გადმოყრილები და ასე რო ზიყარ სტუდიებში ეგეც იმან რა ქვია იმან დაგიჭირა შარმი შელმა ჩაგაცვა ძალით ეგ ტუფლი თუ რანაირი ამბავია ეგ ხო არა მართლა გეუბნები ქართულ ოცნებაში რო გეები არიან და მაგაც სატელევიზიო არხებზე რო აი იმედიდან დაწყებული პოზიტივით დამთავრებული გეები მუშაობენ ეგეთი უნდა ყველამ ძალიან კარგად იცის რა ვიცი უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული და ყოველ შაბათ-კვირას ძმაო ეგენი დადიან ევროპაში ყოველ შაბათ-კვირას ქართული ოცნების აი ეს მექთამეები რო დაირაზმებიან დადიან სულ რატო დადიხართ იქ რაღაცა ცუდად დაძვრები თქვენ იმ ევროპაში ასე რომ ყველამ უნდა იცოდეს ერთი რაღაცა ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც იყო ძალიან მაგარი რამე რომ 90 დღე უფასო გაქვს წავიდნენ იქ ადამიანები გადაიხვეწრენ ლუკმაპურის ფულს შეულობენ ზოგი მოხუცული ზოგი ამაშვება დამთავრდება ეგ ისტორია მაგ ხალხს მოუწევს უკან დაბრუნება და აქ ამაყ უმუშევართა არმიასთან შეერთება არავინ არ გაპიდარებს და არ გამოვიზრა ჯანდაბად უნდა ეს მახინჯები ესე. ხან მოკავშირეები ვიყავით და სად შეგვამჩნი ეს. არ ვიცი, კალაძე ეთყობა ევროპელებს ეპრანჭება, იმიტომ რომ სუბოტოქსებს იკეთებს, ყველას ვეკითხები რომ მეთქე ეს კაცი რა, ქალს რატო ემსგავსება თანდათან რა, სულ ყოველ კვირა რაღაცნაირი სხვანაირი ხდება და მეთქი მეჩვენება და არა ვინ ჩახედულია იმათ თქვენს რომ ფილერი, ბოტოქსი რითი განსხვავდება არ ვიცი, მაგრამ მაგეებს იკეთებსო და რატო იკეთებს ზმაო, შენ თუ კაი გზაზე დგახარ, ჰა? ვის ეპრანჭები ერთი გაგვაგებინე. და მაგათი ბრალი იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციის ლიდერები რო იჭერთ, ყველა უბრალოდ რო ხალხს იჭერ აქტივისტებს. ხალხს რო ურტყავ და არავის არჩი, ევროპელებს რო ლანძღავ და თათხავ. და ესე დღეში ხარ და deep state-ი და რაღაცა ბოდვებს რო ლაპარაკობ, ამიტომ შეგვიჩერებენ იმას რა ქვია, ვიზა ლიბერალიზაციას. და ის ხალხი, ვინც ორ კაპიკ შეულობს იქ და თავის ოჯახებს აქ საარჩენს და რომ ვისაც მოუწევს აქ დაბრუნება, ყველამ ერთი რამე იცოდეთ, კალაძემ, დინარაძე და ეგენი, აი იმით რა ქვია. გეი ფეხსაცმელებით რო დადიან, აი მაგათი ბრალია და არაფერ შუაში არა ევროპა, არაფერს არ გთხოვს ევროპა, პატიმრები გამოუშვიო გთხოვს და სასამართლო წესიერი გქონდესო. იცი რა უნდა გითხო, აი ბიზინა ივანიშვილთან შეხვედრა, პირველი შეხვედრა მე მგონი შინ კავკასიაში გქონდა თუ არ ვიცი, ხო? ანუ მაშინ რო აქვია ოპოზიციურ არხებს რო აღიარებდა, მაშინ დადიოდა ხოლმე ბიზინა ეგეთ არხებზე, ხო? ანუ ხო, სიმართლე გითხრა, მაშინ
ძალიან იმედი მომეცა და რაღაც 1000 დებილობაზე ტაშს უკრავდი, უფასო ფულზეც ტაშს უკრავდი. ჯანდაბამე. გადავითხავ ეგრე უფასო ფულ დააფიქდი შევიდო რა უფასო ფულ. რა დაფიქდი ერთი წამის უფასო ფული. ისი არ მინდოდა სააკაშვილი რომ აი რა ის დებილობებზე ტაშს უკრავდი თან ხელის გადაწყავებამდე და მოკლედ რომ მოვიდა მაშინ აი ზანგი დაცვები და ვიღაცები რომ დაყვებოდა რა ბევრი დაცვით იმით ეგ პერიოდია და მოვიდა კავკასიაში. ნუ ჯერ ალბათ ეგეთი დაქცეული სტუდია არ უნახავს დარწმუნებული ვარ რომ შემოვიდა გულზე შემოეყარა იმიტომ რომ იქ რაღაცა შნური გადაბმული იქ რაღაცა ის და მივიდა აქუს მაგიდასთან აქუს ხო დიდი შავი მაგიდა აქ ესეთი რა ისტორია ხო და ბიჭო როახედა ის იყო განათება იყო ეს რკინის რა ზემოთ დიდი და ერთი იყო ესე ჩამოვარდნილი რა ხო და აქ უმთხრა შენ აქ დაჯექიო და ეს რომ მივიდა არა მე ვაკარტავის მეფიო ნახე ეს ჩამოწეული არ დამეცესო ეგრე 5 წელი განცო არ დაგეცემო მაგრამ მაინც იქ დაჯდა მაინც აქეთ დაჯდა შენ მაინც იქ დაჯექიო ჯობიაო რა და ხო და იქ მომივიდა პირველი შეხება რაც იყო თვითონ მოვიდა შენთან სალაპარაკო ხო შენ ხო აი მახსოვ ხარო იქო ბოტანიკურის გვერდზე ქუჩა რო იყო იმისთვის რომ იბძოდიო რომ მირზაშაფის ქუჩას გულისხმობდა იქიდან მახსოვ ხარო რაღაცა ისა და იქ შევკამათდით პირველად რა მითხრა რომ აიო მეო ძველი თბილისისოზე მიფიქრიაო და ძველ თბილისში რომ ხიბარკებიაო ეგენი რომ დავანგრიო თლიანათო და ავაშენოთო ხელახლავო მაგიო დავთვალე და 4 მილიარდი დოლარი დამიჯდებაო რა და ეგო გავაკეთო თუ და ნუ მეთქი რა ხიბარკებს გულისხმობთ მეთქი რა აი მთელი ძველი თბილისიო მე უთხარი მთელი ძველი თბილისი რა ხიბარკებია იუნესკოს მიერ არის აღიარებული როგორც უნიკალური ურბანული სივრცე და შეიძლება რომ ერთიანი ძეგლი გახდეს მთლიანი ქა და ეგ ნიშნავს რომ ჩვენი წინაპრები ისეთი მაგრები იყვნენ რომ აცა გელათი და ის კი არა ააშენეს მარტო ჯვარი და სვეტიცხოველი არამედ ურბანული სისტემა შექმნეს ანუ ქალაქი ააშენეს რომელიც იუნესკო აღიარებს თქო რა აღიარების ეტაპი გვავლილი გვაქვს უბრალოდ მე აღარ შევიდა როგორც მთლიანი ძეგლი მაგრამ ნუ წარმოიდგინე ხა რა ქუჩათა ქსელი უნიკალური შენ და გადმომცვიდა თვალები მეთქი რა ხიბა და მისთვის აი ძველი სახლები ყველა რო ხიბარკაო და მეთქი ეგრე რატო იძახით მეთქი რა ვიცი მე-5 საუკუნის ეკლესია გვაქვს და მე-10 საუკუნეში გაქრისტიან და რუსეთი და ანჩისხატსკულის ხო და რა ხიბარკები მეთქი რა ხიბარკები და რო შევეკამათე აი ისეთი ბოროტი სახე მიიღო ისეთი ბოკე ცოტაზე დამახჩობდა ალბათ ჯერ ხო რაღაცა წვრილი თვალები აქვს რაღაცნაირ კიდე უფრო დაუწვრილდა აი არ ვიცი მე რა მივხვდი რომ კამათი არ უყვარს და მე რა დავაზუსტე რა ეხლა ვინ და როგორ არ ვიტყვი რა ერთი კაცია ბიძინა ივანიშვილთან ტრიალებს ეხლაც მაგრამ ცოდი კაცი არ არის საერთო ჯამში მაგრამ ნუ რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდით და უფრო დაახლოებულია ბიძინასთან და ვკითხე რომ მეთქი რა კაცია მეთქი ეგ კაცი თქო რა ნუ ჯერ ახალი მოსულები არიან მაინც აი 14-15 წელია რა მეთქი მე რა შეხებაც გქონდა მეთქი და მიკამათია მეთქი კი ნამ დამახჩო თქო რა ისეთ სახე მიიღო თქო რა აშკარად კამათი არ უყვარს თქო არაო კამათიო მაგრად უყვარსო შენ არიციო ეგო რა გოგა ხაინდრავამო დაუმუღამა ყველაზე მაგრაო რა ეს ბებერი აგენტი როა ერთი რა იმის საბჭოთა კავშირი დაუმუღამაო რა ევასება ბიძინასო რა და აქედან რომ მაგარი ხეირი აქვს შესაბამისათო რა ბიძინასო მაგრად უყვარს რო ეკამათებიანო რა აი თუ უკამათოთო მიიღეო რამეო ეგო არ უყვარსო მაგრამ ბოლოს უნდა დაუთმოო რა უნდა ეკამათო ბოლოს უთხრა უნდა დაუთმო და გოგა ხაინდრავას აქ დამოამებული აი ვიწრო წრეშიო სადღაც რო შეკრიბავს ხოლმე და რაღაცას რო იტყვისო ზოგი არიფიო ეგრევე ეთანხმებაო და ეგ არ მოსწონსო ზოგიო ბოლომდე ეკამათება აი ბოლომდეო და ისინიც არ მოსწონსო გოგა ხაინდრავას ტაქტიკა ეგეთიო რომ უძაბავსო ნებისმიერ საკითხზე და ბოლო მომენტში ეუნებაო აუ ეხა ამეხილა თვალებიო რა აუ აქან მაგკუთხით არ შემიხედავს ბატონო ბიძინაო და ბიძინასაც მაგრად ევასებაო და რა თქმა უნდა იგი მითავრდებაო რომ მორიგ ჩეკს მიაწოდებს ხოლმე გოგა ხაინდრავა ნახევარ მილიონიანს ხელს მოაწევს ყველაზე კარგად არის ახლა ხო იმიტომ ყველას რაღაცა პრობლემები აქვს მაგრამ ეგ კარგად არის ბიძინასთან შეტენვა ვისაც გინდათ უფასო რჩევა ჩემგან ლაიფ ჰაკი როგორ შევეტენოთ ბიძინას ეკამათეთ და დაეთანხმეთ. ეს არის მთავარი ამბავი. პირველ მეორე კიდე ქონდა შეხვედრა თუ კიდე მქონდა შეხება, მე მშვიდობის ხიდი უნდა გადავიტანო თქო. მე ვთქვა რატო უნდა გადაიტანო თქო. რავიო, ხო ის არის შენც არ მოგწონსო ესო მიშას აშენებული. მეთქი და მეც არ მომწონსო და გადავიტანო რაღაც 60 მილიონი დამიჯდებაო თუ რაღაცა რა, ცოტა მაღლა ავწიოთო ვეფხი და მოყმისკენო. მე არა მეთქი რა და რატო შენც ხო არ მოგწონსო ეგ ხიდიო და მეთქი ბიჭო მე სააკაშვილის ის არ მომწონდა მეთქი რომ არავის არაფერი კითხა და ააშენა მეთქი და ეხა იგივე რატო უნდა მომეწონოს თქვენგან მეთქი. აი მანდაც გეუბნები აი ზიზღზნობდი როგორც იცი თან ბოლომდე მე არ ვიცოდი გოგა ხაინდრავას ილეთები ღმერთმა დამიფაროს მაგრამ ბოლომდე ზადნი არ მივეცი და ბოლომდე სიძულვილი ქონდა ჩემ დამის სახეზე რა რავი მე შეხება არ მქონია
ეხლა იცი რა ნაკითხო, ციხეში იჯექი, რამდენი ხანი იჯექი? 12 ღამე გამომივიდა. იცი რა, აი სულ მაინტერესებს, ეხლა შენი კადრები ვნახე ეს ჩანაწერები, რაღაცა გაავრცელეს, რომ რაღაცა ფიზიკური დაპირისპირება ქონდა კონკრეტულ ადამიანს. აი, კონკრეტულად რა მოხდა იმ მომენტში, აი, რაზე დაგიჭირეს რა? ქოცები მაშინ ხო გახურებულები იყვნენ და თან ჩემი ხასიათი აშკარად კარგად იცოდნენ და ერთი პროვოკატორი, ცოტა ასაკოვანი, დამახვედრეს და ქუჩაში მოვდიოდი ვიღაცა შემთხვევით გამვლელი შემხვდა რაღაცებს მელაპარაკებდა და აქციაზე მივდიოდი რა და მელიქიშვილზე მოვდიოდი. ხო. და ბელინსკის კუთხეში ჩემი გვარი და გინება გავიგე რა, რომ იქო რაღაც არ დაგაა, რაღაც შემაგინა რა და ნუ მოუტრიალდი და ნუ მე შევაგინე ხა რა თქმა უნდა, ხა ის არ დამიწყია ბამბის ჩეჩვა. მე კიდე შემაგინა, მე წავარტყი, წამომარტყა, მოუბრუნდი, წამოვედი. მე რკინის ჯოხით გამომეკიდა საწმენდი, 12 მეტრიანი ჯოხი ქონდა, ერთბიც ფანჯრის საწმენდი დაკეცილი და იმით გამომეკიდა, ნუ ავიცილე. სხვა შორის ადვოკატი მეუნებოდა რომ ავიცილე რა და ის რომ მომხედრო თავს გამიჩეხავდა და ადვოკატი მეუნება აუ ნეტა არ აგეცილებინა ხო უფრო კარგი საქმეში უფრო ოჯახად ვიქნებოდი რა ინაღლებოდა ჩემი თავის გატეხვა და ეგ იყო თან მაბრალებე რომ პოლიტიკურად დევნიდი აი კაცშვილმა რო არის ის რომელი პოლიტიკოსი ალიბაბაევია თან ძალიან მაგარი რა არის რომ მე იბრალებს რომ პოლიტიკოსი ვარო პოლიტიკური დევნით აღმიძრეს მუხლი და ორი კაცი ამტკიცებს რომ პოლიტიკურად დევნიდი ერთი ალიბაბაევი რომელიც არანაირი პოლიტიკოსი არ არის ხო და ახლდა თან ირანის მოქალაქე ერთი რაღაცა გვარი აქვს უცნაური რომელიც ამტკიცებს რომ პოლიტიკური ნიშნით აყენებდა ელისაშვილი ალიბაბაევის შეურაცხყოფასო. ოღონდ აქ ერთი საინტერესო დეტალია, იმ ირანელმა ერთი სიტყვა ქართული არ იცის. საიდან იცის რომ მაინც პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი, ღმერთმა უცხის რა. ეგეთი საქმეები აქვს ქართულ ოცნებას მოკლედ. და ანუ მე რომ დაგიჭირეს, ანუ ქონდა ფიზიკურ ზეწოლას. სიმართლეით რა არ ქონდა, ერთხელ დამაკაჩავეს, კაი კოხდათ და ლამაზად, ოღონდ სიტყვიერად. სასამართლომ რომ მომისაჯა წინასწარი ორთვიანი კაი პაბლო ესკობარივით დამადეს ხელბორკილები ჩამსვეს მანქანაში შკოდაში აქედან ოპერი იქიდან ოპერი წინაც ოპერი იქით ოპერი და სამი შკოდა ერთი 20 პოლიციელი დამაცილებდა რა ერთში მევიჯექ წინ და უკან აი ეონე პაბლო ესკობარივით დავდიოდი ესე რა ხოშიანაც და იქიდან რომ წამიყვანეს ჯერ გლდანის ციხეში მიმიყვანეს სასამართლოსთან იქ რაღაცა ჩემი კადრები მანახეს და ამის გამო და მოკლედ ძალიან რაღაც უხეშად რაღაცები მელაპარაკნენ ფიზიკური ამბავი არ ყოფილა და მე უთხრეს რომ გლდანში არ შეიყვანოთო რუსთავში წაიყვანეთო და ძალიან სასაცილო რა იყო რომ შემოვლეთი გზით წავედით ეხლა რა ხო იცი აი მარტყოფსა და იმას რო გადაცო. ჯო მივიდივარ და ვიცი სადაც არის რუსთავის ციხე ეხლა მე-12 ციხე რომელი იყო სადაც საერთო ჯამში ჩამსვეს არ ვიცოდი მაგრამ სამი ციხე როა გვერდიგვერდ რუსთავს რო გაცდები გარდაბნისკენ რომ მიდიხარ ეგ ვიცი ეხლა რა ვიყო. სიო ამ შკოდაში მივდივართ და რუსთავი ხო ხელმარცხნივარი რომ მიდიხარ ეს. ხო გადასახვა. და ამათმა გადაუხვიეს სამხედრო ნაწილი რო აქვს წანის იქით რა. ეგ უკვე არ მომეწონა სიმართლე გითხრა რა რომ ეხლა ციხე იქით არის ესენი აქეთ უხვევენ. გადაუხვიეს სადღაც ორღობეებში დადიან ამ სამივე შკოდა დავდივარ. ნუ ხმას არ ვიღებ ეხლა ვფიქრობ რომ მეთქი უეჭველი ეხლა ციხეში არ მივყავარ ამათ. ეხლა უნდა შემიყვანონ სადღაც აქ რაღაცა შტაბი აქვს. წარმოვიდგინე უკვე პარკებით გამოკრული ოთახი ხო იცი რომ გაწამებენ და სისხლებს რო ასხავდა რო არ დაისვარო გავეჯი და ის და ეხლა რა უნდა იფიქრო აბა ბიჭო რუსთავის ციხე იქით არის ესენი გადმოვიდნენ აქეთ. კაი გამოვიდნენ ისევ ტრასაზე დაარტყეს წრე იარეს ამ სამივე შკოდა ისევ გადაუხვიეს ამ წანისი სამხედრო ნაწილისკენ კიდე იქით მიდიან ვახ მეთქი თან იმას ურეკავენ რომ სად არის ბიჭო ის სად არის ესე უნება აქეთ ხო არ არის იქით ხო არ არის მეთქი რაღაცა ხდება ჩემ თავს რა ბიჭო მესამედაც რო წრეები დაარტყეს და მესამედაც რო გადაუხვიეს და კიდე დაბოდიალობენ ამ მეთქი ძმურად მით სად მიყავართ სად მივდივართ მეთქი ძმებო რა ხდება და რუსთავის ციხეში მე-12-შიო რა და მეთქი მან რა უნდა რუსთავის ციხეს მეთქიტო აქეთო ხო ციხე არის მეთქი მანდარი ქალთა ციხე მეთქი მე ქალი არა ვარ და იმედია მანდარ მიყავართ მეთქი და სამხედრო ნაწილია მანდ მეთქი და აბა ციხეები სად არისო რა ბიჭო მართლა არიცით მეთქი და არა არ ვიცითო ბიჭო თან კაი არიცი Google Map-ი ხო გაქ შეუხერო 20 პოლიციელი ხართ დამატარებ სამ შკოდით ვინმეს მაინც თან ერთმანეთს ურეკავ საერთო ჯამში ჩემი თავი მე მივაყვანინე რუსთავის ციხესთან აი ეს არის მეთქი რუსთავის ციხე აი ჩაუხვი აი მართლა დედასპიცა აი მართლა აი ჩაუხვი პარკთან ესე წადი გაცდი ქალაქს და მივაყვანინე და მე-12 რომელი იყო გაარკვეს შენივე ფეხით მიხედი სხვათა შორის მე სადაც ვიჯექი საკანში რუსთავის მე-12-ს B208 საკანში ვიჯექი რა ხაზარაძეზე იქ ეხლა
ზუსტად, მამუკა მოკითხვა. ოთახი არ დამინაგვიანო. კაი გაწკრიალებული საკანი დაგახვედრე ჩემო ბატონო. რაიდან მივხვდა, რიკ დატოვებული ხარ ქონა წარწერა, აქ იყო ალეკო. მაგით ხარ? არა, მოიწერა რა, ისე რა, მოიწერა. ესე მოიწერა 200 მერვე საკნის პატიმარიო და მე ადვოკატის მეშვეობით ვკითხე რომ რომელ 200 მერვეში ხარ მეთქი და ბეშიო და ხედავ. მოკლედ ბოლოსკენ ალეკო მაინც როცა მოდიხარ ხოლმე ჩემთან გადაცემაში ყოველთვის ოპტიმისტურად ხარ განწყობილი. ანუ სულ, მაგრამ ამ ოპტიმიზმში გავიდა 13 წელი. 13 წელი გადავაგორეთ. ხო და აი ახლა როგორ წახვალ აქედან, მაინტერესებს როგორი სიტყვებით. არა, ობიექტურად ოპტიმისტურად ვარ, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ესენი ყანყალებენ, ცალფეხზე დგანან მართლა, ჩვენ კი გვაბრალებდნენ ვარ, თვითონ დგანან ცალფეხზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მაგის ბჟერა ერთმნიშვნელოვნად, აუცილებლად თან მალე, იმიტომ რომ აი ეს ჩაცხრა ტრამპის მერე მოსული ამბავი და ესეც იყო მოსალოდნელი პირველი სამი თვე აურია ყველაფერი, ხო? შიგნით იმისთან აღრნამი დის და იმისთან ამბავი მიდის და ის კაცი რომ დამხობენ მე მგონი. გეუბნები ბიძინა ამათ მოსწონდათ მანამ, სანამ ხეირი ქონდა და ბიძინა თუ ესენი დაასახიჩრა და ციხეებში აწამა, რა თუნდაც ასეთი ბიძინა და არც არავინ არ უნდა. ასე რომ ჩვენი საქმე უიმედოდ კი არა, ძალიან იმედიანად არის ამის მჯერა ნამდვილად. ხო და უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ უეჭველი სახელოვნად. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მომზადეთ. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ალეკო ელისაშვილი. მადლობა ალეკო. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.